არაბების მაგალერად ქცეულ კობახიძეს თავის ცნობილ გამოსვლაში წამოწდა ერთი ფრიად მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმ შესახებ, რომ ბოლო წლების მანძილზე საქართველოში 60,000 უძრავი ქონება გაიყიდა უცხოელებს. თუ ამას გავამრავლებთ 5-ზე, რადგანაც ოჯახის შემადგენლობა მინიმუმ 5 წევრი მაინც არის, გამოდის რომ 300,000 უცხოელს, ანუ ირანელს, არაბს, ინდოელს, პაკისტანელს, რუსს, ავღანელს და ასე შემდეგ აქვს საქართველოში ლეგალური ცხოვრების, ბინადრობის, მუშაობის უფლება და მალე ისინი მოქალაქეობასაც კი მიიღებენ. თუ ამას დავუმატებთ ზემოდან 2 მეგა არაბული ქალაქის მშენებლობას, რომელსაც მოყვება 9 მილიონამდე არაბის გადმოსახლება საქართველოში, რომელსაც იგივე პრივილეგიები ექნებათ და 10 წლის განმავლობაში მოქალაქე თუ აქ ლეგალურად იმყოფება, მას მოქალაქეობის უფლებაც მიენიჭება ამ სახელმწიფოსი და ამას დაემატება, რა თქმა უნდა, მუშახელი, რომელიც შემოდის აფრიკული, აზიური ქვეყნებიდან, გამოდის რომ მალე უმრავლესობა ისინი იქნებიან ამ ქვეყანაში. გავითვალისწინოთ ისიც, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებით არჩევნების უფლება ჩამოართვეს უცხოეთში თავის გადასარჩენად გადახვეწილ მილიონამდე ჩვენ თანამოქალაქეს. გამოდის რომ ცოტა ხანში აქ გადაწყვეტილების მიმღებიც არჩევნებში მონაწილეც ამ ქვეყნის ბატონ პატრონიც იქნება სწორედ უცხოელი და ახდება ის მზაკრული გეგმა, რომელიც თავის დროზე რუსეთიდან განცხადდა, რომ საქართველო კარგია ქართველების გარეშე. აი ამ მოღალატეობრივ გეგმას მიზანმიმართულად, მეთოდურად ახორციელებს ივანიშვილი და მისი მოღალატეობრივი დაჯგუფება, რომელმაც დაირქვა ქართული ოცნება. ერთადერთი ამოცანა, თუ ჩვენი გვინდა ჩვენი ერი, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მოდგმა გადარჩეს, ასეთ შემთხვევაში ეს მოღალატეობრივი ბანდა არის ჩამოსაცილებელი. ჩვენ ყველანი ერთად უნდა დავირაზმოთ, ზეპარტიული ამოცანა დავისახოთ, საერთო ეროვნული გადარჩენის პროგრამა და ეს მზაკრული გეგმები უნდა ჩაუშალოთ. ყველა უნდა გავერთიანდეთ ერთი ეროვნული მიზნის ირგვლივ. ეს არის საქართველოს გადარჩენა. ჩანს და გამოკვეთილია მათი ბოროტი მიზნები, ხოლო ამას უნდა დაუპირისპირდეს 1000 წლეულების მანძილზე